ესე იგი პროექტი იწყება ძალიან საინტერესო მეტაფორა რეგიონებში, რომელიც შესახებაც ჩვენ გალისენის დასაწყისში ვისაუბრეთ. ჩვენი სტუმრები თემასთან დაკავშირებით გარიან მეტაფორას დამფუძნებელი მწერალი რუსა ამირეჯიბი, ესეისტი და ახალგაზრდა მწერალთა გაერთიანების წევრი ოქტაი ქაზუმოვი და გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი. მოგესალმებით სტუმრებო და თავიდან რომ დავიწყოთ. ზოგადად ვისაუბროთ ამ ღონისძიების შესახებ. რა არის? აი, აუხსოთ ჩვენს მაყურებელსაც ჩვენც აგვიხსენეთ, რას მოიცავს ეს პროექტი? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ჩვენც იმიტომ ვამბობ, რომ წესით არ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ბავშვების არის ეს საზოგადოება. მე უბრალოდ ავაფუძნე, იმიტომ რომ მინდოდა რომ არსებული იყო აუცილებლობა დავინახე ამისი. რომ იყოს საზოგადოება. საერთოდ რას ნიშნავს საზოგადოება? საზოგადოებრივ მოღვაწეობა. საზოგადოებრივ მოღვაწეობაში იგულისხმება, რომ მისმა წევრებმა სოციალურ პროექტებში ან საგანმანათლებლო პროექტებში მიიღონ მონაწილეობა. თუ ხარ საზოგადოება, უნდა ამართლებდე საზოგადოებას. და იცით, უბრალოდ მომინდა რომ დავინახე საჭიროება, რომ ასეთი საზოგადოება ჩამომეყალიბებინა. დიახ. და პირველ რიგში მინდა შემთხვევით ვისარგებლო და თან ინფორმაციასაც მივაბა. ბატონ გურამუდიშერეს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მანაც დაინახა ასეთი საზოგადოების და არსებობის საჭიროება. ეს ახალგაზრდები მოღვაწეობენ ლიტერატურულ პორტალზე, რომელსაც ჰქვია მეტაფორა. პირველ რიგში, ჩვენ დაგვაფინანსა საქართველოს კულტურისა და ძეგლთათვისის სამინისტრომ და TBC-მ დაგვაფინანსა ეს პორტალი, რომელსაც აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე უბრალოდ პორტალს. აქ ვცდილობთ რომ გაიზარდონ ახალგაზრდები, ერთმანეთი გაიცნონ ყველა საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეროვნებისა და უწყობთ ხელს კომუნიკაციაში უწყობთ ხელს და ჩვენი მიზანია რომ განვითარდნენ როგორც წელები. ეს არის ჩვენი ამათი პირველი ღონისძიება. ამ ყველაფრის სული ჩამდგმელი გახლავთ გიორგი მოსიაშვილი, ორგანიზატორი და იდეა იყო გიორგისი. ეს რეგიონებთან დაკავშირებით. რეგიონებთან დაკავშირებით, შემდეგ ჩვენ შემოგვერთდა ოქტაი, ძალიან გვიხარია რომ ოქტაი ჩვენს გვერდით არის. ჩვენ საზოგადოებას სწორედ ეს აქვს მიზნად დასახული, რომ ისეთი საქმეები აკეთოს, რომელიც თავიანთ თანატოლებზე და ქვეყანაზეც აისახება და არა მხოლოდ უბრალოდ ჩავატაროთ კონკურსები და ამით დამთავრდეს. და სხვა დანარჩენს ოქტაი და გიორგი გეწყვეტ. აი, რეგიონებთან დაკავშირებით ამ პროექტის შესახებ რომ გვესაუბრო და რა ღონისძიებებს გეგმავთ? ძალიან საინტერესოა, ვისაც საინტერესებს თავშეთ რეგიონებში მოგვისმენს და აი, რა მოხდება ამ პროექტის ფარგლებში? პირველ რიგში მივესალმებ ტელემაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მე ასე ვფიქრობ და ძალიან დიდი იმედი მაქვს საზოგადოების ჩართულობის. რაში მდგომარეობს ეს პროექტი მოგახსენებთ ახლავე? ჩვენი მიზანია პირველი გასვლა გვექნება იმერეთში, სადაც იმერეთის რეგიონს მთლიანად შევკრავთ. გაზეთ ქუთაისში იქნება შეხვედრები, ყველა ქალაქიდან ჩვენი დიდი სურვილია ბავშვები, რომელიც სკოლაში მოღვაწეობენ, ცოტა დიდები, შევკრათ, ვინც რამეს აკეთებს, წერს, რაღაცას ვინც ხელოვნების მიმართულებითაა ჩვენი სურვილი. ყველანაირი ხელოვნების დარგს. რა თქმა უნდა. ამ საერთოდ ჩვენს პორტალზე რომ შეხვიდეთ ნახავთ რომ არსებობს იქ ხელოვნების განყოფილება, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ჯერ წერლებში, არ შემოიქმნა წერლები არ გულისხმობს მხოლოდ პოეტებს ან პროზაიკოსებს, ანუ ადამიანი რომელიც წერს, ჟურნალისტი, ესეისტი, ანუ ნებისმიერ მიმართულება, ფილოსოფია სულ ერთია. თუნდაც სცენარისტი, ანუ ხო და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქნება ძალიან ინოვაცია იქნება სტრიმინგი, რაც ახალი არის. როცა ჩავატარებთ იმერეთში პორტალზე, რაც რუსამ ისაუბრეთ, აბან ლაივში შეუძლიათ, პირდაპირ ლაივში შეუძლიათ, სვანეთში იმყოფს, კახეთში იმყოფს უყუროს. და მოხდება შიდა კონკურსი, იქნება ლექციები. თუ შეიძლება გიო გაგაწყვეტინებ და სტრიმინგზე ავხსნე, იმიტომ რომ სტრიმინგი არის ონლაინ ლექცია, რომელსაც სტრიმინგი არის პირდაპირ ეთერი, რომელსაც ჩვენ პორტალზე მაგალითად ძალიან დიდი მადლობა ასევე მინდა გადავხადო ბატონ ლევან ბრეგაძეს, რომელმაც
მოგცვა უფლება რომ ისი ნაშრომი ჟარგონების ლექსიკონი გამოვიყენოთ საიტზე, ჩვენ 6 ელექტრონული ლექსიკონი გვაქვს ჩვენ საიტზე და ასევე წაიკითხავს ონლაინ ლექციებს მხატვრული ტექსტის ანალიზის მეთოდზე და ქართული ენის შემსწავლელი კურსებიც იქნება და ოქტაი დაგელაპარაკებათ საბოლოო ჯამში ძირითადად ეს პროექტი რასაც ემსახურება ეს არის ბავშვების და ახალგაზრდების წიგნთან დაახლოვება. ლიტერატურული დონის ამაღლება ძალიან კარგი ბავშვები არიან რეგიონებში და სამწუხაროდ არ აქვთ მათ ის ფუფუნება, რომ ესე მასიურად ჩაერთონ. და ჩვენ ამ პროექტით ვაკეთებთ იმის პროპაგანდას, რომ მაქსიმალურად ეს ადამიანები წიგნთან დაავახლოთ, ლიტერატურული გაიზარდნენ, ჩვენ აქ დავბეჭდავთ თბილისში ჟურნალ-გაზეთებში და ეს იქნება გარანტი შემდეგ მომავალში ძლიერი და ფუნდამენტური სახელმწიფოს ჩამოყალიბების. და ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდები, რომელიც უნდა მოვიდნენ ცნობიერად ამაღლებულები, რაც შემდეგ განაპირობებს ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერეს. ოქტაი, პრინციპი მე მინდა კითხო მე უერთვისი პროექტის ფარგლებში აპირებენ. მოდი ვუთხრათ ჩვენს მაყურებელსაც, რომ ოქტაი არის ის ადამიანი, რომელმაც ვაჟებ-შაველას თარგმნა აზერბაიჯანულ ენაზე, ხო? მადლობთ. და ვაპირებთ ამ პროექტის ფარგლებში უბრალოდ აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრეთა მათთან ჩასვლას და პროექტის ფარგლებში ალბათ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას თუ არიან უკვე აქტიურები დაუშვათ იქ ახალგაზრდები და თუ წერენ რამე ისეთ რაღაცებსაც შეიძლება დაუშვათ დღეს საუბარი. და ზოგადად იმაზეც რომ ვისაუბროთ ეთნიკური უმცირესობები. კი ბატონო, ესე იგი, როდესაც რუსლან და გიორგიმ შემოთავაზეს ამ პროექტში მონაწილეობა, ეს იყო ჩემთვის ასე ვთქვათ შევიკავე სიხარული. და ვეჩვენე ძალიან საქმიანი, მაგრამ პირდაპირ ასე ვთქვათ, რომ მithქვიან ჩემს მიზანს და მიზანის დასახულობას სწორედ წარმოადგენს ეს, რომ მოხერხდეს, ვთქვათ, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანული ენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და პირიქით ინტეგრაცია ენობრივი პროცესი ამას გასწავლს. თავისთავად. ნუ თავდაპირველად პროექტის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანობა და მთელი მისი ასე ვთქვათ ესე იგი სარგებლიანობა და სიკეთე მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ აი რეგიონები არის ასე ვთქვათ ყურადღების ცენტრში მოქცეული. მე ვთქვათ მარნეულში ძალიან ხშირად ჩავსულვარ და იქ ლექციებიც წამიკითხავს და მაქვს ურთიერთობა, აი აბსოლუტურად ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან, როგორც ლიტერატურული, ისე კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით. ანუ ამ პროცესებში ჩართულები ისინი არ არიან. არ არიან ამ პროცესებში ჩართულები. ეხლა აზერბაიჯანულ ენოვან სკოლებში სწავლის დონე სამწუხაროდ ძალიან დაბალია, შესაბამისად აზერბაიჯანული ენაც და ლიტერატურაც კარგად არის სწავლება. ანუ მაშინ თქვი რომ ესე იგი ორმაგ პროვინციალიზმში იმყოფებიან ბაქოსთან მიმართებაში და თბილისთან მიმართებაში. აი ეს ძალიან მტკივნეულია. და ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში ვაპირებთ რომ ესე იგი ჩავიტანოთ ქართულიდან აზერბაიჯანულად თარგმნილი ქართული ლიტერატურის ნიმუშები. პირველ ეტაპზე ვაჟას გოგოთურ დააფშინა, შემდეგ ჭაბუ ამირეჯიბის დათათუთაშხია რომელიც თარგმნა. დიდი მადლობა ქალბატონ ნაირა გელაშვილს აკურომებას გაგვატანა. პირველი იმისათვის რომ საერთოდ კავკასიურმა სახლმა თარგმნეს უდიდესი რომანი მე-20 საუკუნის ქართული რომანისტიკის სამწერალი და მეორე ის რომ თქვა ახლა გვატანს წიგნებს. ეს გამოიწვევს იმას რომ ესე იგი ინტეგრაციაზე როცა ვამახვილებთ ყურადღებას არ უნდა იყოს მხოლოდ მისი წამოწეული პოლიტიკური მხარე ან მხოლოდ ენობრივი მხარე. ინტეგრაციის ის რომ მოხერხდეს ინტეგრაცია უნდა დაინტერესო ასე ვთქვათ იმ სულიერი ფასეულობებით რომელსაც ვთქვათ ამ შემთხვევაში სატიტულო ერი ანუ ქართული ერი ატარებს. იმიტომ რომ მან უნდა იცოდეს თუ რა მენტალიტეტის, რა ცნობიერების, რა ხასიათის ხალხთან უწევს ინტეგრირება და თავის მხრივ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს კარგად ვთქვათ რა მენტალიტეტის, რა წამსის, რა თვისებების მქონე ეს იღებს თავის ოჯახში, ხომ ამ შემთხვევაში. ერთ ოჯახში ვართ, მაგრამ ერთმანეთს არ იცით. ყველა წიგნს შენ გადათარგმნი, რომელიც იქნება წაყრდნილი? არა, მარტო ვაჟას გოგოთურ დააფშინა, ესე იგი კი ჩემეული ბატონი ემინ მაჰმუდოვმა თარგმნა. დათათუთაშხია, ახლა ის ძალიან კარგ საქმეს აკეთებს აზერბაიჯანულად ისევე კავკასიურ სახლში უნდა გამოიცეს რედაქტორი მე გახლავართ ქართული მოთხრობების ანთოლოგია. ესეთ დიდი რამ საჩუქარი და არმაღანი იქნება ნამდვილად აზერბაიჯანული ენოვანი მკითხველებისთვის და მე ვფიქრობ რომ იქიდან წარმოსული ბავშვი უკვე გაუჩნდება მას ის სურვილი რომ ორიგინალშიც გაეცნოს ამას და შემდეგ უკვე ასე ვთქვათ თავი კითხვა რა ალბათ რაც არის დღეს აქტუალური რა პრობლემები აქვს დღეს ახალგაზრდა მწერლებს არა მხოლოდ ახალგაზრდებს პოეტებს რატომ ვერ ხერხდება დაუშვათ მათი სრულფასოვანი რეალიზაცია და როგორ აწევთ მათ დახმარებას? აი ზუსტად სწორი კითხვა დაგვისვით.
ანუ სწორში გულისხმობს სწორედ იმას შეეხეს, რის გამოც არსებობს ეს საზოგადოება და საერთოდ ეს პორტალი. პორტალი არის უბრალოდ პროექტი, სადაც ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან. ამის ბრალია რატომ ვერ ვითარდებიან ახალგაზრდები? იცით, ყველას არ ყავს გვერდში მასწავლებელი. იმისათვის, რომ გაღიაროს საზოგადოებამ, გაღიაროს ქვეყანამ, როგორც ჩამოყალიბებული ლიტერატური, ამისათვის საჭიროა, რომ ფლობდე მწერლისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს. ერთ-ერთი მათგანი თუნდაც სიტყვაზე ვამბობ, იყოს ტექნიკა. ხო მართალია, ანუ ახალგაზრდებს ცოტა წერის კულტურის პრობლემა აქვთ. და აი ამ ტექნიკური წერის ტექნიკური მხარეში რაღაცა პრობლემები გააჩნიათ. ჩვენ ზუსტად ამიტომ გავაკეთე ეს პორტალი და კიდევ ერთხელ მადლობა კულტურის სამინისტროს, რომ მართლა ახალგაზრდებს ესეთი რაღაც გაუკეთა. ჩვენ ვაძლევთ აბსოლუტურად კომპეტენტურ რჩევებს, არანაირი კრიტიკა. ჩვენი პირველი მახასიათებელი არის კულტურა. ჩვენ ერთმანეთს არ ვაკრიტიკებთ და ყოველთვის მოუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ გააკრიტიკოთ ერთმანეთს. თუ არ მოგწონთ, უთხარით რატომ არ მოგწონთ, რომ ამას კონდეს რჩევის მიცემის სახე და არა კორექტული კრიტიკის სახე. არ მომწონთ. არიქვამენ ძალიან არასწორად. კრიტიკა არის კორექტული დამხმარე არის. ანუ ეს მეორე არის, როცა შენ რაღაც შეურაცხყოფას აყენებ, ეს სხვა საკითხი არის. კრიტიკას და შეიძლება ესეთი კომპლექსი გაუჩნდეს, რომ მეორეც საერთოდ კალამი აღარ არის. ადამიანი, რომელიც ესეთ აკრიტიკებს, არის პრინციპში თვითონ არ შემდგარი, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანთან ესე ურთიერთობა. ვიცით, ჩვენ მწერილებს ვიღებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საიტი არსებობს. კომენტარებში თქვენ შეგიძლია შეგძანდეთ და წაიკითხავთ. მადლობა, რომ რჩევებს გვაძლევთ და იმედი მაქვს კომპლექსებს დავძლევ. აი ესეთ წერილებს ვიღებთ და ანუ პლუს გვაქვს წერის კულტურის სახელმძღვანელო ონლაინ დახმარება გვაქვს რედაქტორთან. შეუძლიათ კითხონ ატუტენათ ნაშრომის ველში გვაქვს ჩაშენებული 2 ლექსიკონი ორთოგრაფიული და სინონიმთა. ყველანაირი რესურსია და გზრდით ყოველდღიურად რესურსი იმისა, რომ ეს ბავშვები მართლა ნიჭიერები განვითარდნენ და წინ წავიდნენ პროფესიულად. სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს იმის საშუალებას ვისაუბროთ და აქ უნდა ვკითხოთ აუცილებლად როგორ შეიძლება თქო ჩაერთოს ადამიანი ამ პროექტში უბრალოდ საიტზე უნდა შევიდეს? დიახ, შემოვა საიტზე და რეგისტრირდება, მოგწერს იქ მითითებულ კონტაქტის იმეილზე, ელექტრონულ პოსტაზე, გადმოწევს ჩვენს წაიკითხავს წესდებას ახალგაზრდა მაივუს მწერალთა გაერთიანების გამოგვიგზავნის ბლანკს და ამას წყვეტს საინიციატივო საბჭო. რამდენიმე ადამიანი აქ არ არის და მოკლედ მე არ ვწყვეტ ამ ყველაფერს. ეს დავამატებ, აუცილებლად უნდა ვთქვა, ეს პროექტი და ეს საზოგადოება ნამდვილად სიმბოლურია. ყველას საყვარელი კლასიკოსი, ქართველი დიდი მწერალი ჭაბო ამირეჯიბი და აი ამ ყველაფრის დამფუძნებელია მისი შვილიშვილი რუსა ამირეჯიბი. ეს არის სიმბოლური და ყველაზე მთავარი მე ერთს დავამატებდი, მიწურულია უკვე ეთერის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან შრომატევადი პროექტი და აუცილებლად ვისაც გული შეტკივა თუნდაც ამ ბავშვებზე, თუნდაც მომავალ თაობაზე, თუნდაც ინტეგრაციაზე, ისა ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლ ყველას ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მაღალი ჩართულობა იქნება, ჩვენი ხარდამჭერა იქნება და მომავალში ჩვენ ამ სტუდიაში შევხვდებით, უფრო შედეგია ორიენტირებული ლაპარაკია. ძალიან მადლობა, ძალიან მადლობა. ჯვარები